პირველი დავაგემოვნოთ ესპანური სნექები. ყველაზე მეტად რომელიც მაინტერესებს არის აი ეს გარლიკის გემოთი. კიტრი, ივრის გემოთი. ვის გაუგია? თავის წვენშია მოთავსებული. აბა, იეუ. ომბალოს სუნია. შეგნით აქ წვენი. ღირდა 5 ევრო და მეტი არ მინდა რომ ცუდი იყოს. განწუდია. კაცებისთვის არის. შხამქი მიკატების გაკეთა არ მომეწონა. 10-დან 1 ქულას. ეხლა ნიტამ გითხრათ რომელი გავსინჯოთ? KFC-ის ფრესკიტო. და როგორ გამოიყურება? This is a chicken. ხეთამს რო წაუსვა მარილი და შაქარი, აი ეგეთია. 10-დან რამდენ ქულას დავუწერდი ამას? 10-დან 0-ს. ვინიტას და ასე შინელობა იყო. იქნებ შემდეგზე გაგვიმართლოს. რამენის სტილში არის. მოყვება ვითომ თავისი ნუდლსი, ჩოპსტიკები, соуსი, ხვინილი. ეხლა მოვამზადოთ ჩვენი რამენი. პირველი ვენი. ეს რაღაცა დესერტია, უბრალოდ ჩოპსტიკის როლში ასრულებს ალბათ. ახლა შემოთვეში ეს მივიღეთ. ანცუდია ხალხნო. ჯერ ხო არ დაიშალა საერთოდ. უკებურიელი ბონები არა? აბა ჩოპსტიკი გასინჯა. არა. 10-დან 1-ს. უნიტაზის დესერტი და გიგემოვნებიათ? მე არა, ამიტომ ხა ერთად გაგემოვნა. პირველი აქუნი ჩავაწყოთ. შემდეგ ფხნილში. აი, ეს ჩუპა-ჩუპსი მე აქ უნდა ამოვალოთ, ხო? ხო. როგორც ჩურჩხელა. თაზამთროს არომატი აქვს, ოღონდ თან ამავდროულად რაღაც სიმჟავეც დაყვება. 10-დან 4-ს. და მეც გეთანხმები. შემდეგი არის ესეთი მატლის ფორმის ჟელიბონები, რომელიც თავის ჟელესთან ერთად გვაქვს. როგორც კეჩუპი, ფრიდა კეჩუპი. აი, ესე გამოიყურება. 10-დან 10. კარპუზ, ასერია. აი, ამჟამად. დავუწერ 10-დან 7, იმიტომ რომ ველოდი რომ იქნებოდა მჟავი. ფისოს ფორმის და გულის ფორმის დესერტები. ფისოს სახეა. და 10-დან 9. მე 10-დან 0-ს. ხოს დაგვრჩა ესეთი აი, ვალით. მე ვერ შევჭამა მაგრამ დამიწერეთ თუ გაგისინჯავთ ესეთი ჟელიბონი, იმიტომ რომ თბილისშიც ვიცი რომ არის. მე მგონი მოეწონა. წარუმატებელი აღმოჩნდა ჩვენი დღევანდელი დაგემოვნება, იმიტომ რომ თითქმის არაფერი არ მომეწონა. ერთადერთი რაც მომეწონა და გამოვარჩევდი არის აი ეს. თუმცა არც ეს არ არის რაღაცა ისეთი გასაგიჟებელი, რაც სხვაგან ანასდროს არ გამისინჯავს. დაგვიწერეთ კომენტარებში კიდევ რა დავაგემოვნოთ. კარგად.